ხო ერდოგანს არაერთხელ უთქვამს და არ დაუმალავს არასოდეს რომ ეს არის დოქტრინა. ეს არის დავითოღლუ კაცი რომელიც როდეს ერდოგანი გახდა ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ჯერ თურქეთის დავითოღლუ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მე პრემიერი და რა ვიცი არ გახდა ეს დავითოღლუ და ეს იყო იდეოლოგი აი პან ოსმანისტური იდეოლოგიის წარმომადგენელი იყო და მაშინ ეს იყო მთავარი მისია რა ქვია გზავნილი რომ ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე გავლენები უნდა აღადგინოს თურქეთმა და მაგაზე მუშაობენ დღემდე. აი ეს ვითომ არ არსებობს ეს თემა. ეს რუსეთის წუდია, ეს კარგია. ორივე ერთნაირია. იმიტომ რომ ორივე არის. როგორც ეხლა თურქეთის მოქმედი ხელისუფალი და ოპოზიციონერი მერი ჩვენთვის ფაქტობრივად ერთ-ერთია. რასაკვირველი ახლა, მან ბოლოდ რა არის კემალისტური თურქეთის იდეოლოგია სხვა იყო. ის მოკლედ ათათურკი ორიენტირებული იყო სხვა ტიპის პოლიტიკაზე. ეს რო არ თქვათ ეს ყუილი იქნება და არ უნდა დაუკარგოთ არავითარ შემთხვევაში. კაი, მოკლედ თავი გავონებ. თავარი ახლა ის არის, რომ მე ამ შემთხვევაში მე მინდა აი ეს თვალთმაქცობის თემაზე გავამახვილე ყურადღება, რომელიც საქართველოში ფეხმოგიდებულია. თორე ისე ყველა მსხვილი მოთამაშე თავის ინტერესებზე ორიენტირებული, სხვის ინტერესებზე არ არის ორიენტირებული პატარა ქვეყნების მით უმეტეს პატარა ქვეყნები არის ხურდა. პატარა ქვეყნების ინტერესებს არავინ არ აღიქვამს და არავინ არ უწევს ანგარიშს. პატარა ქვეყნის ამოცანა რომ აი ამ მეინსტრიმში ჩაჯდეს, როგორმე მოახერხოს ისე რომ ისეთი ტიპის წინადადებები შესთავაზოს მსხვილ მოთამაშეების გუნდს, ან ერთ მსხვილ მოთამაშეს მაინც, რომელიც მის ინტერესებში იქნება და აქედან გამომდინარე ის იქნება ის მსხვილი მოთამაშე იქნება მისი გარანტი. თორემ მე წლების განმავლობაში უყურებდი მაგალითად როგორც ცდილობდნენ კონფლიქტების მოგორებაში ჩართული მსხვილი მოთამაშეები საქართველოს ტერიტორიაზე ან თუნდაც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, რომ კონფლიქტები კი არ მოეგვარებინათ. შეენარჩუნებინათ, რომ ამის მეშვეობით, ამ მეთოდოლოგიით უფრო მეტი, ესე ვთქვათ, ბერკეტები ქონოდათ სიტუაციაზე ზეგავლენის. არავის არ ჭირდებოდა ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა, არავის არ ჭირდება არც აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამი. ყველას უნდა რომ ეს იყოს დაკონსერვებულ მდგომარეობაში, მაგრამ დღეს შეიცვალა ვითარება და ყარაბაღის კონფლიქტი გადაწყდა სავით.